ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამი და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, არაჩვეულებრივი ჟურნალისტი, ჩემი მეგობარი, ახლობელი, რა ვიცი, კაი ადამიანი, უბრალოდ კარგი ადამიანი, ბექა ყორშია. ძალიან დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის და მოგესალმები, მეც მოგესალმები და ყველაფერი რაც ჩემზე თქვი, შემიძლია იგივე ვთქვა შენზე. რა კაია, ხედავ. ერთი ჟურნალისტი არ ახარ კი ბატონო, მაგრამ ფანტასტიკური წამყვანი ხარ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. შენი გადაცემა ესე იგი რომ ძალიან მიყვარს იცი, სულ ვადევნებ თვალს ტელევიზიითაც და Facebook-ი საერთოდ თქვენია დაიფყარით შეიძლება ითქვას და თქვენმა სკეჩებმა რომელსაც სულ ვუყურებ და რამდენი წლის ხარ ბექა? 31-ის. 31. პირველად რომ მოვედი შენთან, მაშინ ვიყავი 26-ის თუ 7-ის. მე რომ ამ გადაცემის საყვარლა დავიწყე, შენ იყავ 11 წლის. ვაიმე. 20 წლიანი სტაჟი. სექტემბერში გვისრულდება 20 წელი. არა დიდი დროა. ხო და ნუ რა ვიცი, მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო შენი გადაცემა, არაფერი სასაცილოა, ხო ესე ხო რატო დაარქვი ეს? შენი აზრით არა და სასაცილოა მთელი. გამი არის სასაცილო. ხო ეგ კომპლექსი სულ მქონდა რომ ადამიანებისთვის მინდოდა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მეთქვა, მაგრამ ჩემი გამოხატვის ფორმა რა არის, ხო? ჩემი გამოხატვის ფორმა არის ხუმრობა და იუმორი რა. მაგრამ იყო პრობლემები, რომლებიც ხანდახან რაღაცნაირად იკარგებოდა ხოლმე პრობლემის სიმძიმე ხუმრობაში. ხო. და აი ეს კომპლექსი სულ მქონდა რა. მეგობრებო, კი გასაგებია რომ ვიცინით, მაგრამ მოდი ახლა დავუთმოთ დრო თვითრეფლექსიას და აი რაზე იყო ეს სატირული გადაცემა, სატირული სიუჟეტი, რაზე იყო ეს პრანკი, ხო? ხო. და ეს რეფლექსია მაყლდა სულ საზოგადოებაში და ამიტომ ამ გადაცემას მეორე გადაცემას პირდაპირ დავარქვი, რომ არაფერი სასაცილო არ იცინოთ, მეგობრებო, არ არის სასაცილო არაფერი. ანუ სასაცილო სატირალი რომ არის, არის უფრო ეგეთი გადაცემა, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო კვლევებიც გაქვს დადებული და ბევრი საინტერესო შედარებები და ნუ ფაქტიურად გამოდის იუმორისტული ჟურნალისტიკა. ხო, საგამოძიებოც გამოდის ერთ-ერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ჩვენთან რასაც მოისმენს მაყურებელი არის 100% დადასტურებული ჩვენ ვეთანამშრომლებით, ასე ვთქვათ, გამჭვირვალობა საქართველოს არაოფიციალურად, არამედ ესე ვთქვათ, პარაზიტირებ მათ კვლევებზე და საგამოძიებო იმებზე, რა ქვია, ანალიტიკაზე და შესაბამისად 100%-ით სწორია ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ განიღებ და მიხარია, რომ მაყურებელი იზრდება და წეგან აღნიშნეთ პირველი 200,000 მაყურებელს გადასცა და ეს არის YouTube-ისთვის ძალიან დიდი რეიტინგი, ძალიან დიდი რეიტინგი. Facebook-ს და TikTok-ს რო თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში, მხოლოდ YouTube-ზე ესეთი რეიტინგია და ეს ძალიან მახარებს. არაჩვეულებრივია. აქ არის კიდე ერთი ეს რომ ხელისუფლება რა თქმა უნდა მუდმივად გებრძვის. და ნუ პირველი რაც ჩემთვის იყო ერთ-ერთი კომიკური და სასაცილო ის რომ შენ ხარ ირანის აგენტი. საიდან დაასკვნეს რომ ირანთან გაქვს შეხება? იცი რა, ჩემთვისაც ძალიან უცნაურია პრინციპში, როგორც არაბისტისთვის. როდესაც ამბობენ, რომ ეს არის ირანის აგენტი. ხო. იმდენად რამდენადაც ზოგადად არაბული ქვეყნები ემტერებიან ირანს. ირანთან ომია. ირანთან ომია ეხა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, ხო? ალბათ დააბნიათ რამ, ზოგადად აღმოსავლეთ მცოდნე რო ვარ. და შეიძლება დამწერლობამაც, იმიტომ რომ არაბულის და სპარსულის, არაბულსა და სპარსულს აქვთ ერთი დამწერლობა, ხო? მაგრამ არის რადიკალურად განსხვავებული ენები და მე რაზე ვფიქრე, საერთოდ რომ მე ძალიან ხშირად ბრაზდები ხოლმე, ეხლა მარტო სუსს არ შეშლია ეს. ადამიანებს ეშლებათ ხოლმე ხშირად და მე ამაზე ყოველთვის ბრაზდები. იმიტომ რომ მე ძალიან დიდი შრომა და ენერგია მაქვს არაბულის სწავლაში ჩადებული. ძალიან დიდი ჩემი პატივისცემა ქართველ ირანისტებს, მაგრამ სპარსული ენა, ანუ ის ენა, რა ენაზეც ლაპარაკობენ ირანში, არის ბევრად უფრო მარტივი ვიდრე არაბული ენა. იმდენად რამდენადაც სპარსული ენა არის ინდოევროპული ენა, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ბევრისთვის.
ეს სპარსული უფრო გავს მაგალითად ფრანგულს, იტალიურს, გერმანულს, ვიდრე არაბულს. არანაირი შეხება მას არაბულთან არ აქვს. არაბული ენა არის სემიტურ ენათა ჯგუფში და ის ენათესავება ფაქტობრივად მკვდარ ენებს, როგორც არის აქადური, ამორეული ენები, უგარიტული, აი ბევრი შეიძლება არც მენია ეს ენები, ებრაიტული ენები, ხო? ურთულესი ენაა, კონსონანტური ენა. და სულ ბრაზდები, რომ აი რამდენი ენერგია მაქვს ამაში დახარჯული და ჩემი ფულით, ჩემი გადასახადებიდან აღებული ფულით რომ ლანძღავდა მაშავე, მაგაზე ხო არ მაქვს დიდი, მაგაზე ხო არ ბრაზდები მაინც და მაინც. როგორც არაბისტი ისე მინდა გავილანძღო. დამაბრალე. ვან, რომ იცის ამ კაცმა ასეთი რთული ენა, ამის დედავად. ანუ აქ მაინც ხო იცი, ამ ქოცურ პროპაგანდაში განათლების პრობლემა ზოგადად არის რა, ანუ ვინც ამას ავცელებს რა, ხო, ეხლა განათლების პრობლემაა ხო ეს რომ შენ ირანის აგენტს გეძახიან, იმიტომ რომ რაღაცა ახლო აღმოსავლეთთან რაღაცა კავშირი გაქვს და მოდი იყავი ირანის აგენტი. რამე ეგენი ხო ყველა ერთია. ანუ ეს ისა, ხო? ეგ მაინდსეტი აქვს რომ ეს აღმოსავლეთია იქით არის. იქით ხარია და არ აქვს ნიშნობა, მაგრამ არიან ვიღაცები, რომლებიც სხვათა შორის რომლებმაც იციან რომ არავის არის გამონაკლისი შემთხვევები. ვიღაცა წაკით ხო, ვიღაცა იცის რომ მე არაბისტი ვარ, მაგრამ ისეთი პოსტი დაწერა რომ ეს ვიღაცა არის რუსეთუმე. ხო. შენ უკეთ გეცოდინება აღარ ჩანს დღეს აქტიურად, მაგრამ ადრე ჩანდა, ეს არის ირაკლი ზაქარეიშვილი. კი, კაცო, ვიცი როგორ არის. ხო. ბექა ყორშია, ესე იგი რა პოსტს წერს. ბექა ყორშიას გამოცდების ჩაწყობი ჩააბარებინეს, ნუ ქართულადაც ვერ წეს და დაამთავრა თესეოს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არაბისტიკის ფაკულტეტი. ეს უკვე მომწონს, აქ ხო სისულელეები წერი არაბისტიკის ფაკულტეტი ცალკე არ არსებობს, მაგრამ არაბისტად რომ მომიხსენიებს, უკვე მომწონს, ეს კარგია, მაგრამ გრძელდება. აშშ-სა და საქართველოს სპეცსამსახურების ხელშეწყობით სწავლა გააგრძელა ქუვეითისა და ეგვიპტის უნივერსიტეტებში. სისტემატიურად ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა ვაჰაბიტების ისლამური სახელმწიფოსა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების, აქ მოდის გენიალური ისა, კონფერენცია შეკრებები. უკან დაბრუნებისას დანიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევალებოდა კავშირები როგორც პანკისის, ასევე უცხოეთის ტერორისტულ ჯგუფებთან. ბრიტანეთის სპეცსამსახურების დავალებით, ყველა გარია ბრიტანეთი აშშ-ზე. დავალებით, ხო. თარგმნა ეგვიპტელი მწერლის ალა ალასვანის ტერორისტული ბესტსელერი, ჩიკაგო. ეს წიგნი მართლა მაქვს თან თარგმნა. რაღაცა ინფოები ამოკრიფა და დააბრალა, იმის აგენტია ეს ტერორისტი რაღაცა. და ფორმულები აქვს, რა ჩასმული, აი ფორმულაში აქვს ჩასმული ეს წინადადებები რა, რომ რამდენად უფრო მძაფრი უნდა იყოს, უნდა ჩართოს სიტყვაზე არაბული, უნდა ჩართოს აქაურიც, უნდა ჩართოს პანკისი, რომ აუცილებლად. ნუ იქ ბრიტანეთი უკვე ძლიერი სპეცსამსახურები არიან და ამიტომ ეს უნდა იყოს ჩართული. ანუ არა, ეს რო წავიკითხე, ფეხზე წამოუდექი. ჩემ თავს ფეხზე წამოუდექი, კაი. ხო, ეს უფრო მომწონს რა, ესეთ ლანძღვა უფრო მომწონს, რომ ადამიანმა იცის, რომ არაბისტი ვარ რა, მინიმუმ. ხო, კი ბატონო, და სწავლობდი კუვეითში. კი ბატონო, ხო. დაამთავრე იქ. კუვეითში და ეგვიპტეში. რადგანაც ახლა სპეცსამსახურებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, გაიგებდი ალბათ მდინარადის ამბავს. სპეცსამსახურები, გენერალ-მაიორ მამუკამ დინარაძის ამბავს. შენი მოსაზრებით, აი, ნუ რა მოხდა? დილით ხო, ესე იგი, გენერალ-მაიორის წოდება ხო მისცეს? ეს იმის გამო აძლევენ ზოგადად, რომ ეგეთ თანამდებობის პირებს, რომ მისი თანამდებობა უფრო ძლიერად გამოჩნდეს. ხო, გენერალ-მაიორი. აი, კაი დაკვირვება გააკეთე ახლა შენ. ნუ ეხლა ზოგადად კონცეფტში რაც ხდება ეს და შიდა პარტიული გარჩევები და რაღაცები გასაგებია, ყველა მიცის და ნათელია და მდინარაძე ჯერჯერობით კიდე კარგად გამოძრა, ხო, არ დაუჭერიათ ეხლა ხარიბაშვილი დაიჭირეს, ლილუაშვილი დაჭერილია, ბურჭულაძე დაჭერილია, იქ კიდე რაღაცა წვრილფეხობა, ქოცობის დაჭერილია, 1000 ბრალდებით და ასე შემდეგ, ხო, ჯერჯერობით გადაურჩა, მაგრამ ვაი ასეთ გადარჩენას. მე ხა ეს ამბავი რომ გავიგე და ხა გენერალ-მაიორი რომ ახსენე, მაგრამ ახსენე, ესე იგი. ანუ ყოველ კვირა ფაქტიურად რაღაცა ჩინს აძლევდნენ. კი, რაღაცა ჩინს აძლევდნენ. სხვა შორის ისტორიული ანალოგია შეგვიძლია მოვიხმოთ ერთი ძალიან საინტერესო, რომელსაც მე პირობითად უწოდე ვერსალის ოქროს გილიოტინა. ლუი მე-14-ის კარზე, ხო.
ხო, ნუ არისტოკრატები იყვნენ და ზოგს ჰქონდა პოლიტიკური თანამდებობაც, ხო? შეგახსენებთ, რომ მაშინ იმ პერიოდში ეს არისტოკრატები და დიდებულები სამეფო კარზე ატარებდნენ პარიკს და პარიკი არ იყო უბრალოდ რაღაცა ვიზუალური ეფექტისთვის, ხო? მას ჰქონდა ეს იყო სოციალური სტატუსის მაჩვენებელი, ასე ვთქვათ, ხო? და ერთი უცნაურობა იყო, რომ რაც უფრო ზომაში დიდი იყო ეს პარიკი, ხო. ეს ნიშნავდა, რომ რაც უფრო დიდია, მით უფრო ახლოს ხარ შენ სამეფო კარზე მეფესთან, უშუალოდ მეფესთან. ეხლა ლუი მე-14 რას აკეთებდა? როგორც კი რომელიმე არისტოკრატს აითვალწუნებდა, უზრდიდა ამ პარიკის ზომას. ანუ ვითომ იზრდებოდა, ხო, დაამშვენებდა ამ იმით, ზიზილპიპილოებით, შინებით და ასე შემდეგ და ასე. ვითომ უფრო ახლოა მეფესთან. ვითომ უფრო ახლოა მეფესთან. და რაღაცა მომენტში ეს პარიკი ძალიან იზრდებოდა. უკვე გადადიოდა აბსურდში და რაღაცა უკვე არქიტექტურულ კონსტრუქციას ედო ამ არისტოკრატს. და ძალიან აი რომ წონასწორობას რო ვერიჭე. რა, ცოტა რომ აი ესეთად იხარ, უკვე იმხელა ისედოთ პარიკი თავზე რა. და გარშემომყოფი არისტოკრატები და მათ შორის თვითონ ესეც უკვე ხდებოდნენ, აი წასული ამისაკ. წასული ამისაკ. იმიტომ რომ ეს იყო ამას გააბუნძულებენ ერთ-ერთ დღეში ვერსალიდან. იმიტომ რომ ეს იყო ვიზუალური კომპენსაცია. რასაც სასაცილოს ხდიდა. სასაცილოს ხდიდა, ხო, რაღაცა გაზვიადება იმის, ხო, რაღაცა ძალაუფლების, რომელიც არ გაგაჩნია. ხო, და ეს იყო ვიზუალური კომპენსაცია, რომელსაც სთავაზობდა ხოლმე აი ამ ძალაუფლება გამოცლილ პირობითად ჩინოვნიკს ლუი მე-14 და ზუსტად ეს გამახსენა მამუკა მდინარაძის ამბავმა რა. ანუ მის ყოველ კვირა ის ჯილდოვდებოდა რაღაცა ჩინით, რაღაცა ორდენით, რაღაცა იმით, მედლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და დაახუნძლეს ეს კაცი. გაიზარდა ის პარიკი არა და დამძიმდა პიჯაკი. ხო და ვეღარ დადიოდა ეს კაცი. იმდენი მედალი ეკიდა, წელში ვეღარ იმართებოდა და ამასობაში მოხდა ის, რაც მოხდა და გამოაბუნძულეს ვერსალიდან არა და სუსის შენობიდან. რა მინდოდა ახლა შენთვის მეკითხა, რადგანაც ახლა შენ სულ თვალთვალის ობიექტი ხარ, ალბათ ხშირად გაქვს ეს შეგრძნება, რომ ან გითვალთვალებენ, ან ყოფილა შემთხვევები. დღეს მონაცემებით არა, სახლში? ხო. სახლში რავი, დედაჩემი განიცდის ხოლმე ზოგადად, რომ მე მახსენდება ახლა ერთი შემთხვევა, როდესაც ბევრთან შევიდნენ სახლში, ჩხრეკაზე ბევრი დაიჭირეს, ერთი დაიჭირეს, მეორე დაიჭირეს, მეორე მესამე ცემეს ქუჩაში და რაღაცა ჯოჯოხეთი და სრული განუკითხაობა ხდებოდა ქვეყანაში და ამირეკა დედაჩემმა რომ ხო ხედავ ხარ რა ხდება ის დაიჭირეს, ის მეორეც დაიჭირეს, ის შენი მეგობარი დაიჭირეს, რაღაცა დაკითხვებზე დაატარებენ ხალხს, ვიღაც სასამართლო ღამე ჩანიშნეს და 6 წელი მიუსაჯეს და ნუ ეხლა ლოგიკურად ჩვენთანაც უნდა მოვიდნენ და ეხლა ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, ეგენი მხოლოდ არ მოდიანო, ეგენი მოდიანო კამერებითო. ამიტომ ეხაო ადექიო და მე მგონია რომ იტყვის რომ ეხა ადექი აიბარგე წადი გაიქეცი ბილეთი იყიდე თავს უშველე ეხა ადექიო და სახლი დააწკრიალე აი დააწკრიალეო რომ თავი არ მოგვეჭრა საქვეყნო სახლი ეხლა მაინც და ეხაო მეგრელი ხალი მაინც რომ გადაირდეს და მე რავქენი რა თქმა უნდა ავდექი და დავიწყე სახლის დალაგება ამ ჯოჯოხეთში დავიწყე კი არა დალაგებული იყო ისედაც ითქვას თავს კი არ ვიქებ მაგრამ ვალაგებ ამ სახლს მარტო აი თეფშები გავრეცხე გარესხილი თეფშები კიდე გავრეცხე იატაკი მოვზე ჯერ მტვერს ასრუტით მე რეიმით მოვწმინდე პანჯრები ხალხი აი რაღაცა წიგნები ბიბლიოთეკა გადავწმინდე მტვერი ესა ისა რაღაცა და 1 საათის მე რა დავჯექი დაღლილი დავჯექი და გავიდა 1 საათი გავიდა 2 საათი გავიდა 3 საათი და მივხვდი რომ რაღაცა შერეული შეგრძნებები მქონდა რა ერთი რომ კი ბატონო გამიხარდა რომ არავინ არ მოვიდა და მეორე რომ აბა ეს ამდენი ისთვის ვიწვარი. გავიგიჟე თავი. ნუ შენი რუბრიკის ესეთი ძალიან დიდი მაყურებელი ვიყავი გულშემატკივარი და ძალიან მომწონდა ხოლმე შენი სიარული პარლამენტში. ხო, აი პარლამენტში დადიოდი ეს იყო ანუ ერთ-ერთი ისეთი რომ გაგირბოდნენ რა დეპუტატები, ხო? ეგ იყო საინტერესო. რომელი არის შენთვის ყველაზე ესეთი მაგას მოგიყვები, მაგრამ მანამდე იმ ძველ სიუჟეტებზე ხა გამახსენდა ერთი კარგი რაღაც, კარგი რა. სამწუხარო, მაგრამ ამასეა ჩემს ამბავზე, მართლა ჩემს ამბავზე. არანაირი პრანკი, მით უმეტეს ამიკრძალეს ეს პრანკის კეთება. არანაირი პრანკი, უბრალოდ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მომიწია დარეკვა.
ჩემ საქმეზე, ჩემი მიწის დედაჩემის სახელზე რო არის, იმ მიწის ამბავზე რაღაცის გარკვევა მინდოდა რა. ხო. დავრეკე და ვეუბნები რომ აი ეს გამარჯობა მოგესალმებით რაღაცა და აი ეს მიწის ამბავი მინდა გავარკვიო დედაჩემის სახელზეა, ფატი გაწერილია სახელზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ და მანდ მინდა გავარკვიო და მიწაში იარე შენი და შენაირებმა მეუბნება ეგრევე. გამოვშტერდი მეთქი რა მიწაში იარე და ხალბატონო რატო მეუბნებით რატო მე გამახსენდა შემმა მეგობარმა მითხრა რომ იმას თავისმა მეგობარმა უთხრა რომელიც აი მუნიციპალიტეტში ერთ-ერთში მუშაობს რომ ყველასო ჩაგვაწერინესო ყორშიას ნომერიო ხალხო არ ხუმრობ მართლა ჩაგვაწერინესო ყორშიას ნომერიო და პირდაპირ ესეო მუნიციპალიტეტებში ბექა ყორშია რეკავს ესე უწერიათ და წარმოიდგინეთ ჩემი ტელეფონით დავრეკე და უთხარი ხალბატონო მიწა ისეთები მიწაში არის შენ და შენაირი გამოვშე ვერა აზრი არ ქონდა უხსნიდი ამ ხალბატონო სხვა ამბავია სხვა ამბავზე რეკავ ეს არ არის ის რაც თქვენ გონიათ აი გაბითი შეიკრე ხო პარლამენტს რაც შეეხება ხო აი ეს 5-6 წლის წინ მაშინ რაღაცა არ იყო მთლად ასეთი პირობები ჟურნალისტებისთვის შექმნილი და შეგვეძლო კიდეც პარლამენტში შესვლა და ხო სიარული და ინტერვიუს აღება და ასე შემდეგ და არ მახსოვს მე მგონი სწორედაც რომ მამუკა მდინარაძესთან ვიყავი მისული. რაღაცა კომენტარი ამეღა და არ იყო თუ რაღაცა იმ დღეს და უცებ შემთხვევით ვნახე მიხეილ ყაველაშვილი. და ეხა ისეც არ მინდა რომ წამოვიდე რა და ამას მეთქი ნერვებს ეხა მოუშლი. სულ რო არაფერი და კაბინეტში შედიოდა და შევყევით მე და ჩემი ოპერატორი რა. ხო. ხო. და დაждდა მაგიდაზე და ჩართე კამერა მეთქი ვეუბნები ჩემს ოპერატორს ჩაირთო კამერა ეს ხმას არ იღებს მიყურებს და ელოდება აბა რას აპირებს ეხა ეს. რა კითხავენ და მოგესალმებით მეუნე მოგესალმებით ეს არის შუა დღე ბექაყორშიასთან ერთად ჩვენ ამ გადაცემაში ვიწევთ ყველაზე პატრიოტ, ყველაზე ღირსეულ, ყველაზე მამაც, სამშობლოს მოყვარე, იდეით აღსილ, ინტელექტუალ, განათლებულ პოლიტიკოსებს. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამ გადაცემაში ვერ მოხვდით ბატონო. ვერ მოხვდით ბატონო. ბატონო მიხეილ და ავდექი და წამოვედ. გამოშჩე. აუზა მაგარი. სამწუხაროდ თქვენ ამ გადაცემაში ვერ მოხვდით და ვერ მოხვდით მობილაში. კაია, კაია. შენ სწავლობდი კუვეითში, ახლა ეს კუვეითის ამბები მაინტერესებს. ძალიან საინტერესო ქვეყანაა, მინდა ვთქვა. თვითონ არის იცი აი როგორი საქვთ აი მისალმება ანუ ჟესტიკულაციებიც აქვთ ხო მე მგონი რაღაცა მისალმებას კი ხო მისალმებაც არის ერთ-ერთი დიდი უცნაურობა ხო ერთ-ერთი უცნაურობა არის უშუალოდ ხელის ჩამორთმევა ეს ბუნებრივია ყველასთვის მაგრამ უხახუნებენ ცხვირზე ანუ ეგ არის მისალმება ცხვირზე უხახუნებენ ხო უბრალოდ ადებენ აი ეს უბრალოდ ცხვირს იდიან ახლოს ერთმანეთთან და ადებენ. რას ნიშნავს ეგ? ანუ მოგესალმე ხო, ნუ რაღაცა ტრადიცია, გადაკოცნის რაღაცა ალტერნატივაა შეიძლება ითქვას და ჩემთვის ძალიან დიდი ის იყო შოკი, იმიტომ რომ ჩემმა ლექტორმა ხალედ ალ-ფადლი, რომელიც ძალიან მიყვარდა და მიყვარს ახლაც და ვარ ხაზზე, დაგვპატიჟა დივანიაზე. ეს დივანი არის საპარასკევო მეჩეთი რა იყო და შეკრებები, სადაც ადამიანები ერთი აზრის გარშემო გაერთიანებული ადამიანები იკრებებიან და ცვლიან აზრს ერთმანეთში. სპორტზე იქნება, პოლიტიკაზე იქნება, ლიტერატურაზე იქნება, რაზე იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. და ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ესეთ ნახევარწრეა, რა თქმა უნდა, კაცები ცალკე არიან და სხვა ოთახში ხალები არიან და ნახევარწრეზე ნუ შეგვაცილა ხალედმა. რო ესა და ჩვენ წინ ერთი ხალედის მეზობელი მიდიოდა და მიესალმა ესე რა, ხელი ჩამოართვა და ცხვირი მიადო. ხო და მე ცოტა დავისტრესე სიმართლე. ანუ ყველას და მიადო ცხვირი. ყველას ესე წავიდა და ყველას სათითაოდ მიადო ესე ცხვირი და აი მეთქი. ეხა როგორ და რა თქმა უნდა ჩემთან ერთად იყო ჩემი ჯგუფელი ტომონორის სატო და ტომონორის უთხარი რომ მეთქი ეხა შენ წამოდი. იაპონელია? იაპონელი. შენ წამოდი წინ და შენ უკეთ გაბოგივა ეს ამბავი. არ ვიცი რატო ჩავთვალე, მაგრამ კაი ტომოს დამეთანხმა და რაღაცა. დიდი სტრესი გამოიარა, იმიტომ რომ იმათ შედარებით დიდი ცხვირი ჰქონდათ კიდე რაღაცა, მაგრამ ესეთი პატარა კუკუნა ცხვირით ეს იაპონელი კაცი. ფაქტობრივად მიადო ტუჩზე. და მე დამიცვა რომ დავაკვირდი, ამან მე ესე ხრედ ვიყავი, იმიტომ რომ დამიცვა რა. კავკასიურ
დაიოცოს ერთად გამომადგა ის ამხელა წვირი რაღაცაში. არც მომიწია ახლოს მისვლა. 2 მეტრის დისტანციიდან მივესალ. კიდე რა არის იცი ანუ მან ეხლა უცნაური კიდე ხა ტრადიციები ხო ტრადიციებიც ხო აქვს ხო თავისი რა ჩვენ გვაქვს იმდენი ტრადიცია და შესაბამისად ხა კუვეითშიც ბევრი რაღაც გავს სხვათა შორის ქუვეითური აი უდაბნოს ხალხის ტრადიციები ძალიან გავს ბევრ რამეში ჩვენთან მთის ხალხის ხო ტრადიციებს სისხლის აღება მაგალითად სისხლის აღება მანდაც იციან კი ერთი 10-15-20 წლის წინ ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებული იყო ქუვეითში მათ შორის მაგრამ დღეს ნაკლებად ძალიან იშვიათად და ჩემმა ლექტორმა სხვათა შორის ისევ ხალედთან მივედი ხალედი სწავლობდა სტენფორდის უნივერსიტეტში და როდესაც დაბრუნდა თავის ქვეყანაში ნუ თავიდან მინდა გითხრათ რომ ქუვეითი ისევე როგორც მთლიანად სპარსეთის ყურის ბევრი ქვეყანა იყოფა ტომობრივად ეს არის ტომობრივი საზოგადოებები ანუ ტომებია ხო ტომში შეიძლება შედიოდეს 500 კაცი 5000 კაცი 20 30 40 50 და ასე შემდეგ 100000 კაციანი ალზეფირის ტომში თოროსტები 100000 კაცი შედის საერთოდ ქუვეითში ხო და არის ეს ტომობრივი ადათ-წესები, ხო? და ურთიერთდამოკიდებულება ამ ტომებს შორის ურთიერთობას აწესრიგებს ეს დაუწერელი ადათები, ასე ვთქვათ. და როდესაც ჩამოვედიო ხალედმა მითხრა სტენფორდიდან, ანუ კაცი სტენფორდიდან ჩამოვიდა. კი, სტენფორდიდან ჩამოვიდა და მინდოდაო რომ რაღაცა ის ჩემი ცოდნა რაც მივიღე, რაღაცა შემეძინაო ჩემი ქვეყნისთვისო და რაღაცა ამ საერთო შენებაში წვლილი შემეტანაო და დამახვედრეს ესეთი ამბავიო, ტომი შეკრება იყო, შურაო და მითხრესო რომ ჩვენი თანატომელიო შენოცა აქ არიყავიო, მაშინო მოკლესო. ერთიო. ხო. ერთი ბიჭიო. მოკლა იმ ტომიდან ერთ-ერთმაო. და ეხლაო შენო ასაკიდან უნდა კიდე რაღაცები ჩამოთვალა, ბევრი რაღაცა უნდა დაждდეს კონფიგურაცია. ისე დაждაო რომ მოკლედ შენ უნდა იძიო ამაზე შურიო რა შენ ხო სისხლი უნდა აიღო შენ მოკლას ყავ სხვა უნდა მოკლაო და ხალედი წარმოიდგინე კაცი სტენფორდიდან ჩამოსული ვეგანი რომელიც ხორცს არათუ ხორცს არ ჭამს არამედ რძის პროდუქტებსაც არიღებს იმიტომ რომ ეს გონია ცხოველების ექსპლუატაცია აი ესეთი კაცია და ამას დაევალა რომ სისხლი უნდა აიღოს რა იმ სტომიდან ვიღაცა უნდა მოძებნოს და მოკლას და დასტურად ხუტრა ეს ხუდი სისხლში ამაზე წამოიღოს და ამათ მოუტანოს და რაღაცა ძალიან ბრუტალური ის არის რა. აუ მოკვდა ეს. თუ რა უნდა მექნაო რა ერთ-ერთი რა საფიქრდებოდა ხო რო არ მოკლას იქ აღარ დაედგომება არც მას არც მის ოჯახს და შეიძლება არც სანათესაოს ხო? ტომი ხო უფრო დიდია ვიდრე სანათესაო და ოჯახი და და ნუ ესეთი გამოწვევის წინაშე დადგა. რაც გამოფიქრდაო იყო რომ თავი ხო არ მოვიკლაო, მაგრამ თავი თუ მოვიკალიო, ინფლაციის მიგმიღა. არცაგანამი მიღა. არ გადააჭდა. ეხლა თავი რომ მივიკლაო, ესე თუ გესო რომ იქ არ მიგიღებერო და არცაგანამი მიღონ, არცაგანა დაბრუნდა ზუსტად აი ამ სიტუაციაში მოხდა ეს კაცი, მაგრამ ეს კიდე ერთი რაღაცა უცნაური ის ყოფილა ამ სისხლის აღების რიტუალში. რომ თუ იმან მოინანია ამ შემთხვევაში სისხლის აღება არ ხდება, მაგრამ როგორ უნდა მოინანიოს? მონანიება ხდება ასე. არაბებს აფარიათ მოგეხსენებათ ხუტრა, თეთრი ხუტრა, რომელიც არის დაფარული შავი აგალით. რაღაცა თოკივით. აი ეს თოკივით რო არის შავი, ეგ თან მაგას გამოიყენებდნენ ხოლმე ადრე როგორც მათრახს აქლემისთვის და თან ეს თავზე მას ხუტრას აჩერებს, ხო? თუ ამას მოიხდისო შენს წინო და დააგდებსო. ამ შემთხვევაში ის უკვე ფაქტობრივად ჩათვალე რომ ადამიანი არ არისო რა, ის არის ღირსება აყრილი საერთოდ. ის არ მნიშვნელობს უფრო მეტად ვიდრე ჭიანჭველა პირობითად. ხო. აი ესეთი ტრადიციაა რა. აი ამ ფიქრებში ვარო უკვე რაღაცაო, ერთი კვირა, ორი კვირაო, რაღაცაო, რა ვქნა, როგორ ვქნა და კარზე კაკუნის ხმა ისმის. ხო. ნუ ადგა ის კაცი. ვინც უნდა მოკლას. და ვფიქრობ დავინახეო ეს რა უნდა ვკნა ეხლა და საკლავია ეს კაც რა უნდა ვკნა რაღაც და აიხადა ეს აგალი და დააგდო. ანუ აიყარა ღირსება. აღარ ვარო. მე ო კაცი აღარა ვარო.
შენო კაცი აღარ კი არა, შენ ხარ ვინც აღარ. ჩავიხუტეო გოშიო და ოცნეო და ჩავპროშნეო დიდი სიხარული და დიდი ბედნიერები და ვაჭამე ვაცვი არ გაუშვი სახლი და თვითონაც გაუწებული იყო და რაღაცა და უფრო მეტიც მეორე დღესვეო არ ვერ ვიხსენებ როლს-როისი იყო თუ ბუგატი იყო თუ რაღაცა ცენტრში წავედიო და ვუყიდეო ფულიანი ხალხია ეს მოგეხსენებათ სუხფულ ყველა ფული ძალიან ფულიანი ხალხია წავედიო და ვუყიდეო ოღონდ ვუთხარიო რომ ეს არავინ არ გაიგოსო და მე წარმოიდგინე ეს აგალის დაგდება უშველა როგორ უშველა გადაარჩინა ხალეთი მოკლედ ძალიან ესეთი საინტერესო მაგრამ თან ბრუტალური ტრადიციები საინტერესო ისე როგორ ბანდი ტელევიზიები როგორ პრესა თავისუფალი გაქვს ცნაური კითხვა ნამდვილად უცნაური კითხვა არა არანაირი პრესა და არანაირი სიტყვის თავისუფლება მსგავსი არაფერი არ არსებობს და მე სხვა შორის ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე ხშირად რა პირველად რო დავსვი ეს კითხვა და უთხარი ჩემს მეგობარს იქაურს რომ მეთქი აი სიტყვის თავისუფლება თქვენთან არ არის მედია თავისუფალი არ არის მეთქი რატო არა პროტესტებთ ხმას რატომ არ იღებთ რაღაცა და იცი რა არისო აი შენო ეხაო არ ვიციო ზეპირად თუ იციო GDP per capita რამდენი არისო თითო მოსახლეზე საქართველოში ანუ ვახსნათ რას ნიშნავს რომ ანუ რამდენი ანუ თლიანი შიდა პროდუქტი ხო რამდენი არისო ერთ მოსახლეზე თქვენთანო და მერეო მოდიო და მოსერჩე ეს არ მახსოვდა ეხა ზეპირად მოსერჩე და მოვედი ამასთან და უთხარი რომ ამდენი და ამდენი მეთქი და მითხრა 10 ჯერ უფრო მეტი ჩვენთან თუ 20 ჯერ თუ 30 ჯერ აი ამიტომაც ვარ ჩუმადო რა არც პრესა გვინდა არც პრესის თავისუფლება გვინდა არც პრესა გვინდა არც არაფერი აგერ არის ეს ამბავია ანუ ესე იგი ადამიანს შემოსავალი აქვს თვეში სიტყვაზე 50,000 და ამის გამო არც პრესის თავისუფლება უნდა არც ხელისუფლების ცვლილება არაფერი არ ჭირდება და როგორი უცნაური და ტრაგიკულია ხო რომ ჩვენთან არის პირიქით რა ისინი სიმდიდრის გამო არიან ჩუმად და ჩვენთან ადამიანები არიან სიღარიბის გამო ტრაგიკულია რომ ტრაგიკულია რომ უფრო არ გაღარიბდეს რომ უფრო არ გაღარიბდეს ხო იქ სოციალური შეიძლება მოუხსნან ის სამასილარი და ეს რო არ მოუხსნან მაგიტო არ იღებს ხმას ხო ხო და იქ რა ხო იქაც ეგრეა რომ ოღონდ პირიქით ახ ბექა ესე იგი ყოველთვის კარგი გამოგვდის ხოლმე საუბარი ბექა ძალიან კარგი იყო დღევანდელი საღამო ძალიან დიდი მადლობა მინდა მე ხო იცი შენი გულშემატკივარი ვარ ძალიან მე შენი და ყველაფერში მხარი მიჭერ და კიდევ ერთხელ მადლობა რომ ისევ განათებულია ეს სტუდია და ისევ აი ძალიან დიდ მედეგობას აჩვენებ და მთლიან შენ და მთელი შენი გუნდი და მადლობას გიხდით ნუ ადრე იყო რომ ბენდთან ერთად ხვდებოდი ხოლმე კი ბატონო მაგრამ რაღაცები ეხალ რაღაცები შემდეგზე იმედია მაგიდის და სკამის გარეშე ჯირკოზე არ ჩამოგვიწია. არა, მაშინაც არ არის პრობლემა. მოხალ გაუძლებ, ყველაფერს გაუძლებ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. მადლობა ძალიან დიდი. გადაცემაში სტუმრად მინდა წარმატებები გისურვო. მინდა რომ კიდევ უფრო დიდად გამოჩნდე ტელეეკრანებზე, რადგანაც შენ შექმენი შენი მიმართულება ჟურნალისტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ბევრს არ შეუძლია. მადლობა ძალიან დიდი და შევხვდებით. აქავართ. წარმატებები ჩვენი სტუმარი ტელემაყურებლობა ბექა ყურშია. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.